სოკრატეს აპოლოგია, პლატონი, კითხულობს ნიკო. აუდიო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. ნაწილი პირველი. საბრალდებო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ. არ ვიცი როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ათენელნო, ჩემი ბრალმდებლების სიტყვებმა. მე კი ღმერთმანი, კინაღამ თავი არ დამავიწყდა? ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ. მთელი ამ მიეთ მოედიდან ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ისინი დაჟინებით გირჩევდნენ თქვენ. ფრთხილად იყავით, ამ კაცის მჭერმეტყველების მომნუსხველმა ძალამ არ გაცდუნოთო. უტიფრობაც ამას გვია, ნუ თუ იმისი მაინც არ ცხვენიათ, რომ მე შემიძლია საქმით ვამხილო მათი სიცრუე. დიახ, საქმით, რადგან ორ სიტყვას ვიტყვი თუ არა, წამსვე აშკარა გახდება თქვენთვის, რომ დიდი ვერაფერი მჭერმეტყველი გახლავართ. თუ კი რა თქმა უნდა ისინი დიდ მჭერმეტყველად არ ცვლიან იმას, ვინც სიმართლეს ამბობს. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ მეც ვაღიარებ, რომ მჭერმეტყველი ვარ. მაგრამ არა მათნაირი მჭერმეტყველი. მათ ხომ სიმართლის ნატამალიც არ უთქვამთ. მე კი დაუფარავად მოგახსენებთ მთელს სიმართლეს. თუმცა ვფიცავ ზევს, თქვენ ვერ მოისმენთ. ათენელნო, მათი სიტყვებივით მორთულ მოკაზმულსა და ზიზელ პიპილებით შემგულ სიტყვას. მე კი ვლაპარაკობ უბრალო, ენის წვერზე სახელდახელოდ მომდგარი სიტყვებით, რადგან ურყევად მწამს ჩემი სიმართლე და სხვას ნურაფერს მოელი ჩემგან. ეგეც არ იყოს, არც შემფერის ხანდაზმულ კაცს საგანგებოდ შეთხსული სიტყვით გამოვიდე თქვენ წინაშე. ათენელნო, უწვერული ჭაბუკის მსგავსად. მხოლოდ ერთ რამეს აგთხოვთ, ერთ რამეს გევედრებით. ათენელნო, როცა დარწმუნდებით, რომ იმავე სიტყვებით ვიცავ თავს, როგორითაც ვლაპარაკობ ხოლმე მოედნებზე, თუ ზარაფთა დახლებთან, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, სადაც თითქმის ყველას მოგისმენიათ ჩემთვის. ნუ გაოცდებით ამის გამო, ნურც აღშფოთდებით. საქმე ისაა, რომ მე 70 წლის კაცს პირველად მიწევს საჯულთა წინაშე გამოსვლა და ამიტომ ჩემთვის უცხო ენასავით უცნობია სამშავროს ენა. ხომ მომიტევებდით, მე რომ მართლაც უცხოელი ვიყო და იმ კილოკავზე, იმ ენაზე ვლაპარაკობდე, რომელსაც ბავშვობიდანვე მშობლიურად ვთვლიდი. ამიტომ ახლაც მე მგონი, უფლება მაქვს მოგთხოვოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჩემს კილოს, მიუხედავად იმისა, მოგწონ თუ არა იგი. და მხოლოდ იმას დაუკვირდით, მართალს ვამბობ თუ არა, რადგან საჯულის ღირსება სიმართლის დანახვაა, ხოლო მჭერმეტყველისა სიმართლის თქმა. ასე და ამრიგად მართებული იქნება, ათენელნო, თუ თავდაპირველად შევეცდები თავი დავიცვა პირველი ყალბი ბრალდებისა და პირველი ბრალმდებლებისგან, ხოლო შემდეგ ახლანდელი ბრალდებისა და ბრალმდებლებისგან. აგერ უკვე რამდენი წელია 1000 ვინმე მდებს ბრალს თქვენს წინაშე, მაგრამ ერთსაც არ უთქვამს მართალი. სწორედ მათ ვუფრთხი უფრო მეტად, ვიდრე ანიტოს და მის თანამზრახველთ, თუმცა ამ უკანასკნელთაც უნდა უფრთხოდეს კაცი, მაგრამ პირველნი უფრო საშიშნი არიან. ათენელნო, სწორედ ისინი გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თქვენ ბავშვები იყავით და 1000 ყალბ ბრალდებას თითხნიდნენ ჩემს გასასვლელად, რომლებშიაც ერთი სიტყვაც არ იყო მართალი. არის ვინმე სოკრატე, ამბობდნენ ისინი, რეგვენი ბრძენი, რომელიც იკვლევს ყველაფერს, რაც მიწის ზემოთაა და რაც მიწის ქვეშაა. კაცი, რომელიც მდაბალს მაღლად გვაჩვენებს და სიმართლედ ასაღებს ტყუილს. დიახ, სწორედ ამნაირი მითქმა-მოთქმის გამავრცელებელნი მიმაჩნია ათენელნო ყველაზე საშიშ ბრალმდებლებად, ვინაიდან მათ მიამით მსმენელებს გონიათ, რომ კაცს, რომელიც იკვლევს ყოველივე იმას, რასაც მე ვიკვლევ, ალბათ ღმერთებიც არ ასწამს. ეგეც არ იყოს, ისინი ძალზე ბევრნი არიან
და მერე რამდენი ხანია მდებენ ბრალს, იმ დროიდან მოყოლებული, როცა თქვენ ჯერ კიდევ ყმაწვილები და ყრმები იყავით და ამიტომ ადვილად იჯერებდით ყველაფერს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დაუსწრებლად მდებდნენ ბრალს და ცხადია, არ შემეძლო მემართლა თავი. მაგრამ ყველაზე დიდი უაზრობა მაინც ის არის, რომ მე მათი სახელებიც კი არ ვიცი. ერთი კომედიოგრაფის გარდა, რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებიც შურის, ღვარძლის ან კიდევ იმის გამო გამხედრებდნენ ჩემს წინააღმდეგ, რომ გულუბრყვილოდ დაიჯერეს ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი მითქმა მოთქმა და მერე სხვების დაჯერებას სცადეს. ისინი ხომ საერთოდ მიუწვდომელნი და მოუხელთებელნი არიან ჩემთვის. მათ ვერც სასამართლოში დაიბარებ და ვერც სიცრუეში ამხილებ, ასე რომ თავის დასაცავად იძულებული ხარ ეომო უხილავ მტერს, იძულებული ხარ ებრძოლო აჩრდილებს. მას დამეთანხმეთ იმაში, რომ ორნაირი ბრალმდებლები მყავს, ახლანდელნი და ადრინდელნი, რომელთა შესახებაც ესაა მოგახსენეთ. დიახ, დამეთანხმეთ და აღიარეთ, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელთაგან უნდა დაიცვა თავი, ვინაიდან მათი ბრალდება უფრო ადრე და უფრო ხშირად მოგისმენია, ვიდრე ახლანდელი ბრალმდებლებისა. ასე რომ მე მართებს თავი დავიცვა, ათენელნო და მოკლე ხანში უარყო ის ცილის წამება, რომელიც ამდენ ხანს ბუდობს თქვენს სულში. ნეტა კი შეუძლო, ნეტა ეს სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვისაც. უკეთეს რას მივაღწევ თავის მართლებით. მაგრამ ჩემთვის არც ისაა საიდუმლო და დაფარული, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა. მეტიც თითქმის შეუძლებელი. თუმცა დაე ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ღმერთს ნებავს. მე კი მხოლოდ ერთი რამ მართებს, დავემორჩილო კანონს და თავი ვიმართლო. დავიწყო თავიდან, რაში მდგომარეობს ბრალდება, რომელმაც დასაბამი მისცა ჩემს წინააღმდეგ მომართულ ცილის წამებას და რომელზე დაყრდნობითაც მელეტოსმა თქვენს წინაშე მიჩივლა. ნახოთ, რა სიტყვებით მწამებენ ცილს ჩემი ბრალმდებელნი. მოვიტანოთ სიტყვა სიტყვით მათი ბრალდება, როგორც ახლანდელი ბრალმდებლის ფიცით დამოწმებული საჩივარი. სოკრატემ კრეხელობს და ფეხქვეშ თელავს კანონს. თავხედურად ცდილობს ჩაწვდეს ქვესკნელის და ზესკნელის საიდუმლოს. სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და სხვებსაც ამასვე აჩვევს. ბრალდებაც ამას ჰქვია. თქვენ ყველას გინახავთ არისტოფანეს კომედიაში, როგორ წრიალებს მოქანავე გოდორში ვიღაც სოკრატე და თან გაყვერის, ჰაერში დაუქრივარო. ეს კიდევ რა? ღმერთმა იცის, რას მიედ მოედება. მადლობა უფალს, მთელი ამ ჩმახვისა არც თავი მესმის და არც ბოლო, თუმცა ამას იმ მიზნით როდი ვამბობ, რომ ესოდენ დიდებულ მეცნიერებას ჩირქი მოუცხო და მოვაყივნო. ნეტავი იმას, ვისაც რაიმე ესმის მისი. ის ღამაკლია მელეტოსმა ახალი ბრალდება წამომიყენოს. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, ათენელნო, რომ ამ საქმის არა გამეგება რა. მოწმეთ, შემიძლია მოვიყვანო ბევრი თქვენგანი. მე ვთხოვ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მოусმენია ჩემი საუბარი, ხოლო თქვენს შორის რამდენია ჩემი მსმენელი. გაიხსენოს და გულდასმით აწონ-დაწონოს ყველაფერი. ჰკითხეთ ერთმანეთს, ოდესმე მაინც თუ სმენია რომელიმე თქვენგანს რაიმე ამგვარი მეთქვას ამ საკითხთან დაკავშირებით და თავად დარწმუნდებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ყოველივე ის, რასაც შემზე ამბობენ და რასაც მაბრალებენ. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა, მაგრამ თუ ვინმესგან გაგიგონია თითქოს მე ვცდილობ ავზარდო ხალხი და ამ გზით ფულს ვაკეთებ, მერწმუნეთ, არც ეს არის მართალი. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ შევნატრე ყველას, ვისაც შეუძლია ასწავლოს და აღზარდოს ხალხი. დაგისახელებთ, თუნდა გიორგია ლეონტინელს,
პროდიკე კეოსელსა და ჰიპია ელიდელს. თითოეული მათგანი ათენელნო ქალაქ-ქალაქ დადის და არწმუნებს ჭაბუკებს, რომლებსაც კაცმა რომ თქვას, არაფერი უშლით ხელს უფასოდ ისარგებლონ თავიანთი თანამოქალაქეების რჩევა დარიგებით. ზურგი აქციონ თავისიანებს და მაინც მას დაუდგეს შეგირდებათ, ხოლო სანაცვლოდ ფული უხადონ და ფულს მადლობას ზედ მიუსართონ. მე გავიგე, რომ ამჟამად აქ იმყოფება ერთი სხვა აღზრდელიც, პაროსელი ბრძენი. ამას წინათ კი შემთხვევით შემხვდა კაცი, რომელმაც უფრო მეტი ფული გადაუხადა სოფისტებს, ვიდრე ყველა თქვენგანმა ერთად. კალიასი, ჰიპონიკეს ძე. კალიასს 2 ვაჟი ყავს და მე ვკითხე მას, ერთი, ეს მითხარი, ჩემო კალიას, შენი ვაჟები რომ კვიცები იყვნენ, ან და მოზრები, ხოლო ჩვენ დავალებული ვქონდეს, ხედნელი მოგვეძებნა მათთვის, რომელიც შეძლებდა სათანადოდ გაეწვრთნა და გაეხედნა ისინი. ცხადია, მას მხედართა და მხნელ მთესველთა შორის ამოვარჩევდით. არა, მაგრამ რა კი ისინი ადამიანები არიან? როგორ გონია, ვის ავირჩევთ მათ აღმზრდელად? ვინ არის ადამიანური თუ სამოქალაქო სიკველის მცოდნე? შენ ალბათ გიფიქრია ამ საკითხზე, რა კი ვაჟების მამა ხარ? რა სიტყვი გეგულება თუ არა ასეთი კაცი? რა თქმა უნდა, მომიგო მან. ვინ არის? ვკითხე. სადაურია და რამდენს იღებს სწავლის საფასურად? ევენე გახლავს, პაროსელი, ხოლო სწავლის საფასურად 5 მნას მოითხოვს, სოკრატე. მაშინ ვიფიქრე, რა ბედნიერი კაცია ეს ევენე. თუ კი მართლაც ფლობს ამნაირ ხელობას და ასე ცოტას იღებს მეთქი სწავლის ქირად. რომ შემეძლოს, მეც სიამოვნებით ვიკისრებდი ახალგაზრდობის აღზრდას და ვიამაყებდი კიდეც ამით, მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია ათენელნო. იქნებ ზოგმა თქვენგანმა მკითხოს, კი მაგრამ შენ რაღაც საქმეს მისდევ, სოკრატე. მაინც რატომ გწამებენ ცელს, რადგან შენ რომ იმავე საქმეს ადგე, რასაც ადგას ყველა ჩვენგანი, უეჭველად აქცდებოდა ამდენი მითქმა მოთქმა. მაშ გვითხარი, რა ხელობის კაცი ხარ, რათა ტყუილად არ ვიმტრიო თავი. ჩემის აზრით, ასეთი კითხვა დროული და მართებული ჩანს და მე ვეცდები განგიმარტოთ, რას უნდა ვუმადლოდე ჩემი სახელის მოყივნებას, ან რატომ გავხდი ცილის წამების მსხვერპლი. მაშ მისმინეთ, იქნებ ზოგ თქვენგანს ისიც მოეჩვენოს, რომ ვხუმრობ, მაგრამ მერწმუნეთ, სიმართლეს მოგახსენებთ. ჩემ სახელს სხვა რამეს კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარ სიბრძნეს უნდა ვუმადლოდე. ათენელნო, მაინც რა სიბრძნეს გაინტერესებთ? შესაძლოა ადამიანურს თუ კი არსებობს ადამიანური სიბრძნე. ზემოხსენებული სოფისტები კი როგორ ჩანს, რომელიღაც სხვა ადამიანურ სიბრძნეზე უფრო მაღალი სიბრძნით არიან ბრძენი. არც კი ვიცი, რა სახელი ვუწოდო მას. არ ვიცი იმიტომ, რომ არ გამეგება რა მისი, ხოლო ვინ სხვა რამეს ამტკიცებს, ცრუობს, რათა ურცხვად დამწამოს ცილი. გემუდარებით, ნუ ყაყანებთ, ათენელნო, ნურც გონიათ, თითქოს თავი მომაქვს მაღალფარდოვანი სიტყვით. ჩემი სახელით კი არ ვილაპარაკებ, არამედ დავიმოწმებ მას, ვისიც გწამთ და ვისაც ენდობით. ჩემი სიბრძნის მოწმედ თუ კი საერთოდ გამაჩნია სიბრძნე, მოვიყვან დალფოსალ ღმერთს. თქვენ ყველანი იცნობდით ქერეფონს, ის ხომ ჩემი, ისევე როგორც ბევრი თქვენგანის სიყრმის მეგობარი იყო. მას თქვენთან ერთად დაატოვებინეს სამშობლო და თქვენთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. თქვენ ისიც იცით, რა ფიცხი კაცი იყო ქერეფონი, რა მხნე, ერთგული და საქმისთვის თავდადებული. ერთხელ დელფოში ჩასულმა გაბედა და ამნაირი კითხვით მიმართა მისანს. აკი გთხოვეთ, ნუ ყაყანებთ მეთქი ათენელნო. დიახ,
ამნაირი კითხვით მიმართა, ვინ არის ამ ქვეყნას სოკრატეზე უფრო ბრძენიო, რაზედაც პითიამ უპასუხა, არავინო, მართალია ქერეფონი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ძმა გვესწრება აქ და ის დამიმოწმებს, რომ მართალს ვამბობ, იცით, რად გეუბნებით ამას, მე ხომ ვაპირებ აგიხსნათ, რატომ გავხდი ცილის წამების მსხვერპლი. როცა პითიას სიტყვა მაუწყეს, ასეთი ფიქრი მომეძალა, რისი თქმა სურდა ღმერთს. რას გულისხმობდა იგი? მე ხომ აზრადაც არ მომსვლია ოდესმე, რომ თურმე ნუ იტყვით და ბრძენი ვარ, მაშ რას ნიშნავს ეს გამოცანა, რატომ მიწოდა ყველაზე ბრძენი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ღმერთი ცრუობდეს, არ ეკადრება მის ღირსებას მეთქი. დიდხანს ვიყავი ამ საგონებელში და ვერას გზით ვერ ამეხსნა მისნური სიტყვის აზრი. ბოლოს როგორც იქნა, რის ვაივაგლახით მივაკვლიე მისი ამოხსნის ხერხს. მივადექი ერთს იმ კაცთაგან, რომლებსაც ბრძენ მოძღვრებად იცნობენ ჩვენში. მივადექი, რადგან ფიქრობდი, რომ ყველა და მის წინაშე მაინც შევძლებდი მემხილებინა მისნის სიცრუე და ასეთი სიტყვა მეკადრებინა მისთვის. აი, ჭეშმარიტი ბრძენი, შენ კი ბრძენთა ბრძენად, მე გამომაცხადე მეთქი. მაგრამ როცა კარგად დაუკვირდი ამ კაცს, სახელს არ გეტყვით, ათენელნო, დასჯერდით იმასაც, რომ ის, ვისაც ფარული მიზნით ვეწვია, სახელმწიფო მოღვაწე იყო და გული ვიჯერე მასთან საუბრით. დაურწმუნდი, რომ მხოლოდ მოყვასთა და უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თვალში ჩანდა ბრძენი, სინამდვილეში კი სიბრძნისა არა ეცხოვრა. ამის შემდეგ მე ვცადე დამემტკიცებინა მისთვის, რომ მხოლოდ თავს გვაჩვენებდა ბრძენკაცად. სინამდვილეში კი არ იყო ბრძენი, რისთვისაც მისი ისევე როგორც ბევრი თქვენგანის სიძულვილი დავიმსახურე. უკან გამობრუნებულმა უკვე ვიცოდი, რომ მასზე ბრძენი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ მართალია, არც ერთმა არაფერი არ ვიცით, მაგრამ მას არაფრის მცოდნეს, გონია რომ ყველაფერი იცის, მე კი, რადგან არა ვიცი რა, არც ვიჩემებ რაიმეს ცოდნას. სწორედ მცირედით ვარ უფრო ბრძენი, სახელდობრ, იმით რომ რა კი არაფერი არ ვიცი, არც მგონია რომ რაიმე ვიცი. მერე ის იყო მეორე კაცს მივადექი კარზე, რომელიც პირველზე უფრო ბრძენი ჩანდა და კვლავ იგივე განმეორდა, იქაც შემიძულეს, თვითონაც და ბევრმა სხვამაც. ამის შემდეგ რიგრიგობით თითქმის ყველას ჩამოუარე, გრძნობდი რომ საძულველი ვხდებოდი, წუხდი და მეშინოდა ამის, მაგრამ რა მექნა. ისიც ვიცოდი რომ ღმერთის სიტყვა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა დამეყენებინა. მისნობის აზრს რომ ჩავსდომოდი, არავინ არ უნდა გამომრჩენოდა, ვისაც ბრძენის სახელით იცნობენ ჩვენში. და მე ვფიცავ ძაღლს, სიმართლეს მოგახსენებთ ათენელნო, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ისინი ვისაც ყველაზე დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ბრძენკაცებად კი არა, ლამის შტერებად და ყეყეჩებად წარმომიდგნენ, ხოლო ისინი, რომელთა სახელსაც აშკარად ჩრდილავდა პირველთა დიდება, უფრო ჭკუა დამჯდარი მეჩვენენ. მაგრამ ბოლომდე უნდა გიამბოთ, როგორ დავეხეტებოდი, გატანჯული და გაწამებული, თითქოს მძიმე ტვირთი რამ მაწვა მხარზე, რათა ამრიგად გამეცხადებინა მისნობის ფარული აზრი. სახელმწიფო მოღვაწეების შემდეგ მე მივადექი პოეტებს, ტრაგიკოსებს, თითი რამბისტებს და სხვა დანარჩენთაც, რათა აქ მაინც მემხილებინა თავი და დაურწმუნებულიყავი, რომ მათზე უვიცი ვარ. მე ვიღებდი იმ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო დახვეწილი და უკეთ დამუშავებული ჰქონდათ. სურდა გამეგო, რისი თქმა სურდათ ამ ქმნილებებით, რათა ცოტა რამ მაინც მესწავლა მათგან. მე მრცხვენია, კაცნო, სიმართლის თქმა, მაგრამ მეტი გზა არ არის, სათქმელი უნდა ითქვას. ერთი სიტყვით, თითქმის ყველა იქ მყოფი უკეთ ახსნიდა ამ პოეტების ქმნილებებს, ვიდრე თვით მათი შემოქმედი და მე მოკლე ხანში დაურწმუნდი, რომ პოეტები სიბრძნით კი არ ქმნიან მას, რასაც ქმნიან, არამედ ერთგვარი ბუნებრივი ნიჭისა და ღვთიური სიშმაგის წყალობით,
მსგავსად მხთივ შთაგონებული მისნებისა და წინასწარმეტყოლებისა, რომლებიც ბევრ მშვენიერ რამეს გვიცხადებენ სიტყვით, მაგრამ თვითონ კი არ იციან, რას გვიცხადებენ. მე მომეჩვენა, რომ რაღაც ამდაგვერს განიცდიან პოეტებიც. ისიც შევნიშნე, რომ რა კი ლექსების თხზვა შეუძლიათ, გონია თითქოს სხვა მხრივაც ყველას აღემატებიან სიბრძნით. თუმცა ერთია, რაც მათ გონიათ და მეორეა ის, რაც არის და როგორც არის სინამდვილეში. დავშორდი პოეტებს და ისეთი გრძნობა გამომყვა, რომ მათაც იმითვე აღვემატები, რითაც სახელმწიფო მოღვაწეებს. ბოლოს ჯერი ხელოვნებაზე მიდგა. მე ხომ ვიცი, რომ არა შემძლე და არაფრის მაქნისი ვარ. მით უფრო ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორედ მათ შორის პოვებდი ბევრი მშვენიერი ხელობის მცოდნეთ. არც შემსწარ ვარ. მათ იცოდნენ ბევრი ისეთი რამ, რაზედაც წარმოდგენაც არ მქონდა. ასე რომ ამ მხრივ თქვენს მონა მორჩილს აშკარად აღემატებოდნენ სიბრძნით, მაგრამ მე მომეჩვენა ათენელნო, რომ ეს დიდებული ოსტატებიც ისევე სწოდავდნენ, როგორც პოეტები. რა კი სრულყოფილად ფლობდნენ თავიანთ ხელობას, რა კი ზედმიწევნით იცოდნენ თავიანთი საქმე. თითოეულ მათგანს ყველა სხვა მხრივაც, ცოდნის ყველაზე დიდ მნიშვნელოვან დარგშიაც, ყველაზე ბრძენად მოჰქონდა თავი და ეს ბრიყული შეცდომა აშკარად ჩრდილავდა მათ სიბრძნეს, ასე რომ მისნობის აზრში საწვდომად ამ კითხვით მივმართავდი საკუთარ თავს. რას ამჯობინებ, დარჩე იმად, რაც ხარ და არ იყო ბრძენი მათი სიბრძნით, არც უმეცარი მათი უმეცრებით. თუ გსურს მათსავით ბრძენიც იყო და უმეცარიც. ხოლო ამ კითხვის პასუხად ასე მიუგებდი მისანსაც და საკუთარ თავსაც. მე მირჩევნია დავრჩე იმად, რაც ვარ მეთქი. სწორედ ამ კვლევა-ძიების ბრალია, ათენელნო, რომ ერთის მხრივ ბევრმა თქვენგანმა შემიძულა უმძაფრესი და უსასტიკესი სიძულვილით, რამაც დასაბამი მისცა ამდენ მითქმა მოთქმას, ხოლო მეორეს მხრივ ბრძენის სახელი გამივარდა ხალხში, ვინაიდან ჩემი მსმენელნი ერთავად იმას ფიქრობდნენ, რომ რა კი მე ვამტკიცებ მავანსა და მავანს სიბრძნისა არა ცხია მეთქი. ეს მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თავად ვიჩემებ ბრძნობას. სინამდვილეში კი ბრძენი მხოლოდ ღმერთია ათენელნო და მისნის პირით იმის თქმა სურს, რომ კაცის სიბრძნეს ჩალის ფასი აქვს. როგორც ჩანს, ის სოკრატეს კი არ გულისხმობს, არამედ ჩემი სახელის სანიმუშოც ჭირდება მხოლოდ, თითქოს სურს გითხრას. თქვენ შორის, კაცნო, ყველაზე ბრძენია ის, ვინ სოკრატეს მსგავსად იცის, რომ მისი სიბრძნე ჭეშმარიტად უბადრუკია და უფასური. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ასე და ამრიგად, დღემდე დავეხედები და ღმერთის სიტყვის თანახმად, დღენია და გვეძებ, დავჩხრეკ, ვინ ვაღიარო ბრძენკაცად თანამოქალაქეთა თუ უცხოელთა შორის და ამდენი მცდელობის მიუხედავად, ხელმოცარული და იმედგაცრუებული ვცდილობ, ყველას დავუმტკიცო, რომ ღმერთი მართალია და რომ დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება არც ერთი ბრძენი. აი, რამ შეიწირა ჩემი დღე და წუთი სოფელი. აი, რატომ ვერ მოვაბი თავი, რაიმე ღირს სახსო ვარ, საზოგადო თუ პირად საქმეს. ღმერთის სამსახურს ვუმადლე იმას, რომ დღემდე ვერ დავაღწიე თავი უკიდურეს სიღატაკეს და სიგლახაკეს. ეგეც არ იყოს ჩემი მიმდევარი ათენელი ჭაბუკები, ყველაზე მდიდარ მოქალაქეთა შვილები, რომლებსაც თავისუფალი დრო თავზე საყრელად აქვთ, სიამოვნებით ისმენენ, როგორ ვცდი ხალხს და ჩემი მიბაძვით ხშირად თვითონაც ცდიან სხვებს. მე მგონია მათ ანკესზეც ბლომად ეგებიან ისეთნი, რომლებსაც გონიათ რაღაც ვიცითო, თუმცა სინამდვილეში არაფერიც არ იციან, მაგრამ მათ მიერ გამოცდილნი თავიან თავზე კი არა, რატომღაც ჩემზე ბრაზობენ და გაყვირიან. ვინ გდია ეს ოხერი სოკრატე, ახალგაზრდობას რომ გვირყვნისო, მაგრამ აბა გკითხეთ მათ, ვინ არის ეს სოკრატე და რას ასწავლის ახალგაზრდობას. მერწმუნეთ,
ფეტვის მარცვალივით დაიბნევიან და თავიანთი დაბნეულობა რომ დამალონ, ერთხმად მოყვებიან ლანძღვა გინებას, რომლითაც საერთოდ უმასპინძლდებიან ფილოსოფოსებს. ისევ გამოჩხრეკენ სესკნელისა და ქვესკნელის საიდუმლოს, ისევ ამოიჩემებენ მკრეხელობას, ისევ შეაჩვენებენ სიცრუის სიმართლედ გამსაღებელს და ასე შემდეგ. სიმართლის თქმა კი არა და არ სურთ, მე მგონია, იმიტომ რომ მაშინვე ფარდა აეხდება მათ საიდუმლოს, მაშინვე გამოაშკარავდება, რომ მხოლოდ თავს გვაჩვენებენ მცოდნეებად, სინამდვილეში კი არაფერიც არ იციან, ხოლო რა კი ისინი, ჩემის აზრით, პატივმოყვარენი, ძლიერნი და მრავალრიცხოვანი არიან და თანაც ასე დაჟინებით და დაბეჭითებით ლაპარაკობენ ჩემზე. ალბათ რახანია გამოგიჭედეს ყურები ჩემი ცილის წამებით და ლანძღვა გინებით. მათ რიცხვს ეკუთვნიან ჩემი დამსმენნიც, მელეტოსი, ანიტოსი, ლიკონი. მელეტოსი პოეტების გამომძვინვარებს, ანიტოსი ხელოსნებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს იცავს, ხოლო ლიკონი რიტორებს. ამიტომ როგორც თავში მოგახსენეთ, ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ესოდენ მოკლე დროში შევძლებდი ამ უსაშველოდ გაბერილი და გაზვიადებული ცილის წამების უარყოფას. ასეთია ათენელნო, შეუფარავი და შეულამაზებელი სიმართლე, არც რამ გამიყალბებია და არც რამ გადამისხვაფერებია, თუმცა ვიცი, რომ სანაცვლოდ მხოლოდ თქვენს სიძულველს მოვიმკი. მაგრამ სწორედ ეს მოწმობს, რომ სიმართლეს ვამბობ, სწორედ ამიტომ წამებენ ცილს და სწორედ ეს გახლავთ ცილის წამების მიზეზიც, ასე რომ, როცა არ უნდა გაგერჩიათ ჩემი საქმე, უფრო ადრე თუ უფრო გვიან, სულ ერთია, ამით არაფერი შეიცვლებოდა, სურათი ერთი და იგივე იქნებოდა ყოველთვის. რაც შეეხება ჩემს პირველ ბრალმდებელს, ვფიქრობ, თქვენთვის თავის ასეთი მართლება საკმარისი უნდა იყოს. ახლა კი შევეცდები მელეტოსისგან ამ, როგორც თვითონ ამტკიცებს, კეთილი და მშობლიურ ქალაქზე თავგადაკლული კაცისაგან, ისევე როგორც დანარჩენი ბრალმდებლებისაგან დავიცვა თავი. ისინი ადრინდელ ბრალმდებლებს როდი ჰგვანან, ამიტომ მოდი, გავიხსენოთ მათი ფიცით დამოწმებული საჩივარი, რომელიც დაახლოებით ასეა ჩამოყალიბებული. სოკრატე ფეხქვეშთელავს კანონს, ვინაიდან რყნის და აფუჭებს ახალგაზრდობას, არას ცნობს ღმერთებს, რომელთაც თაყვანსა სცემს ქალაქი, არამედ აღიარებს რომელიღაც ახალ ღვთაებებს. ასეთია ბრალდება, განვიხილოთ მისი თვითოული მუხლი ცალ-ცალკე. აქ ნათქვამია, რომ სოკრატე უკანონოდ იქცევა, ვინაიდან რყნის და აფუჭებს ახალგაზრდობას, მე კი ვამტკიცებ, რომ უკანონოდ იქცევა მელეტოსი, ვინაიდან ამასხრებს იმას, რაც სულაც არ არის სამასხრო და დაუდევრად იბარებს ხალხს სასამართლოში, თანაც თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს მართლა გულის შესტკივა იმ საქმეზე, რისი გულისთვისაც არასოდეს შეუწუხებია თავი. ვეცდები დაგიმტკიცოთ, რომ მართალს ვამბობ. მომიახლოვდი მელეტოს და მიპასუხე, შენ ხომ ყველაფერზე მაღლა აყენებ იმას, რომ ჩვენი ჭაბუკები დღითიდღე უფრო ზნესრულნი და სრულყოფილნი ხდებოდნენ. რა თქმა უნდა, მას მოახსენე საკრებულოს, ვინ სრულყოფს მათ. შენ ალბათ იცი, რა კი ამ საქმეზე გული შეგტკივა. გამრყნელი, შენ თუ დაგიჯერეთ, უკვე აღმოაჩინე. აქ დამიბარე და ბრალსამდებ, ახლა კი კეთილი ინებე და მათი სრულყოფიც დაგვისახელე. აი, ხომ ხედავ, შენ სდუმხარ, მელეტოს, სდუმხარ, იმიტომ რომ არ იცი რა თქვა. ვაი, სირცხვილო, განა ეს არ მოწმობს ჩემს სიმართლეს, განა ეს არ არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ამ საქმით არასოდეს აგიტკიებია თავი. მაგრამ მიპასუხე, კეთილო კაცო, მაინც ვინ სრულყოფს მათ? კანონები. მეგანა მაგას გეკითხები ღირსეულო, მე მსურს გავიგო, ვინ არის ის კაცი, რომელმაც უწინარეს ყოვლისა შესანიშნავად იცის კანონები. აი, ესენი სოკრატე, მოსამართლენი. რას მეუბნები, მელეტოს, ნუ თუ ამათ შეუძლიათ აღზარდონ და სრულყონ ჩვენი ჭაბუკები. შეუძლიათ და მერე როგორ?
ყველას? თუ ზოგს შეუძლია, ზოგს კი არა. ყველას დიდებული პასუხია. ვფიცავ ჰერას, ეს რამდენი საჭირო და სასარგებლო ხალხი ყოლია. ჩვენს მსმენელებზე რაღა სიტყვი, ნუ თუ ისინიც სრულყოფენ ჭაბუკებს. დიახ, ისინიც, სათათბიროს წევრებიც. რაღა თქმა უნდა, კი მაგრამ მელეტოს, ვინღა აფუჭებს ამ ჩვენს ჭაბუკებს. იქნებ სახალხო საკრებულოს მონაწილენი, თუ ისინიც უკლებლივ სრულყოფენ მათ. ცხადია ისინიც. როგორც ჩანს, ჩემს გარდა ყველა ათენელი სრულყოფს ჩვენს ჭაბუკებს და მარტო მე ვყვნი მათ. ამას ამტკიცებ? სწორედ მაგას. რაღა მეშველება მეუბედურს, მაგრამ ერთი ამ კითხვაზეც მიპასუხე. შენ გონია, რომ იგივე შეიძლება ითქვას ცხენებზეც? ყველა სრულყოფს და მხოლოდ ერთი კაცი აფუჭებს მათ გაწვრთნილობას. თუ პირიქით, ცხენების სრულყოფილი ხედნა მხოლოდ ერთს ან ძალიან ცოტას თუ შეუძლია, სახელდობრ ხედრებს, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი მხოლოდ აფუჭებს მათ. განა იგივე არ ითქმის მელეტოს ყველა სხვა ცხოველის მიმართ? რა თქმა უნდა, მითხარი, შენ და ანიტოსიც იზიარებ თუ არა ამ აზრს? რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ახალგაზრდობა, მხოლოდ ერთი კაცი რომ ყვნიდეს, ყველა დანარჩენი კი სრულყოფდეს და აკეთილშობილებდეს მას. თუმცა შენ ეჭმიუტანლად დაგვიმტკიცე, მელეტოს, რომ არასოდეს აგიტკიებია თავი ახალგაზრდობაზე ზრუნვით და თვალნათლივ გვიჩვენე შენი გულგრილობა მის მიმართ. მეც ასევე გულგრილად და დაუდევრად დამიბარე სასამართლოში. ზევსის გულისთვის ერთი ესეც მითხარი მელეტოს, ვის შორის გირჩევნია ცხოვრება, კეთილშობილთა თუ ავკაცთა შორის? მიპასუხე, ჩემო ძვირფასო, არც ისე ძნელ კითხვას გთავაზობ. განა ავკაცნი შავ დღეს არ აყრიან თავიანთ მოყვასთ, ხოლო კეთილშობილნი, კეთილის მყოფელნი არ არიან მათი? რა თქმა უნდა, მერე და განაც ჩვენს შორის მოიძებნება ვინმე ისეთი, ვისაც ბოროტის მყოფელი ურჩევნია კეთილის მყოფელს. რასაკურველია არა, კეთილი და პატიოსანი, შენ ბრალად მდებ, თითქოს ახალგაზრდობას ვრყვნი. როგორ გონია, შეგნებულად ვიქცევი ასე თუ შეუგნებლად? შეგნებულად, ვითომ მელეტოს? ნუ თუ შენ ყმაწვილი კაცი, უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე ბებერი სოკრატე. ნუ თუ შენ მიხვდი, რომ ავკაცნი შავ დღეს აყრიან თავიანთ მოყვასთ, ხოლო კეთილშობილნი, კეთილის მყოფელნი არიან მათი. მე კი ბერიკაცი, იმდენად უგუნური გგონი ვარ, რომ დღემდე ვერ მივხვედრილ ვარ, ვერ შემიგნია ესოდენ მარტივი ჭეშმარიტება. თუ მე არამზადად ვაქცევ რომელიმე მოყვას, თვითონვე უნდა შემინდოს მისი სიავის და შენ გონია, როგორც შენივე სიტყვები მოწმობენ ამას, რომ მე შეგნებულად ჩავდივარ ამ გაუგონარ ბოროტებას. როგორ გერწმნო, ჩემო მელეტოს, ან და როგორ გერწმნონ სხვები? ასე რომ, მე ან საერთოდ არ ვყვნი, ან და თუ ვყვნი, შეუგნებლად ვყვნი მათ. ამრიგად, შენ ორსავე შემთხვევაში ცრუობ, ხოლო თუ მე შეუგნებლად ვყვნი ახალგაზრდობას, ამ უნებლიე შეცოდების გამო, საცა სამართალია, სახალხოდ კი არ უნდა მომიყვანო, არამედ ცალკე უნდა გამეხმო, დამანახო ჩემი შეცდომა, ჭკუა მასწავლო, დამარიგო. რადგან თუ ჩემს შეცდომას შევიგნებ, რასაკურველია ხელს ავიღებ იმაზე, რასაც შეუგნებლად ჩავდივარ. შენ კი ერთხელაც არ მოსულ ხარ ჩემთან, არ დაგირიგები ვარ და პირდაპირ იქ მომიყვანე, სადაც მხოლოდ განსაშელი მოყავთ და არა ისინი, ვისაც ჭკუა უნდა ასწავლო. განა ეს თავისთავად არ მოწმობს ათენელნო, რომ მელეტოს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არასოდეს აუტკიებია თავი ამ საქმით. მაგრამ გვითხარი მელეტოს, შენი აზრით, მაინც როგორ ვყვნი ახალგაზრდობას? თუ შენს ბრალდებას ვერ წმუნებით, მე თითქოს ვასწავლი ათენელ ჭაბუკებს, უარყონ ის ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემს ქალაქი და მათ ნაცვლად ახალი ღვთაებები თუ დემონები აღიარონ. ხომ ამას გულისხმობ, როცა ამტკიცებ, რომ მე ჩემი მოძღვრებით ვყვნი ახალგაზრდობას? დიახ, სწორედ მაგას ვგულისხმობ. მაშ გაფიცებ სწორედ ამ ღმერთებს, რომლებიც ესესაა ვახსენეთ, მელეტოს, უფრო ნათლად და როგორც ჩემთვის, ისე აი, ამ ხალხისთვისაც უფრო გასაგებად ილაპარაკე, რადგან მე ვერას დიდებით ვერ მიმხვდარ ვარ, რისი თქმა გსურს. იმას ამტკიცებ, თითქოს მე მოძღვრავ ახალგაზრდობას აღიაროს, რომელიღაც ახალი ღვთაებანი და მაშასადამე
თვითონვე ვაღიარებ ღმერთების არსებობას. ასე რომ არ შეიძლება პირწავარდნელი უღმერთო მეწოდოს და ამრიგად ამ მხრივ როდი ვცოდავ. მხოლოდ ეგაა, ვაღიარებ არა იმ ღმერთებს, რომლებსაც თაყვანს სცემს ქალაქი და სწორედ ამაში მდებ ბრალს, თუ იმის დამტკიცება გსურს, რომ მე საერთოდ უარყოფ ღმერთებს და არა მარტო თავად უარყოფ, არამედ სხვებსაც ამასვე შევაგონებ. მე ვამტკიცებ, რომ შენ საერთოდ არ ასწნობ ღმერთებს. საოცარი კაცი ხარ მელეტოს, რატომ ამტკიცებ მაგას? მაშასადა მე სხვებისგან განსხვავებით ღმერთებად არ ვცნობ, ღმერთებად არ ვთვლი არც მზეს და არც მთვარეს. ფიცავ ზევს მართლაც ასეა, მოსამართლენო, ის ამტკიცებს, რომ მზე ქვა, მთვარე კი მიწა. როგორც ჩანს ანაქსაგორას ადანაშაულებ, ჩემო ძვირფასო მელეტოს და ისე უბადრუკებად, ისე უვიცებად მიგაჩნია ჩვენი მოსამართლენი, რომ გონია თითქოს მათ არ იციან, ანაქსაგორა კლაძომენელის წიგნები ამნაირი აზრებით რომაა სავსე. ჩვენი ჭაბუკებიც თურმე ნუიტყვით და ჩემი წყალობით იგებენ ამას, თუმცა შეუძლიათ ორქესტრაში სულ დიდი ერთი დრამის ფასად შეიტყონ იგივე, რათა შემდეგ მასხრა დაიგდონ სოკრატე, თუ ის მართლაც მიითვისებს და თავისად გაასაღებს მთელ ამ სიძულველს. მაგრამ მითხარი, ზევსის გულისთვის, ნუ თუ მართლა გონია, რომ მე არ ვიცნობ არავითარ ღმერთს, აგრეა, ვფიცავ ზევს. დაუჯერებელია ჩემო მელეტოს და მე მგონია, შენ თვითონაც არ გჯერა შენი სიტყვები. ჩემის აზრით, ეს კაცი ათენელნო, შარიანია და შლეგი. ჩემი ბრალდებაც სწორედ თავისი შარიანობისა და სიშლეგის, თავისი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შეთხსა, მაგრამ ეს ბრალდება გამოცანას უფრო ჰგავს. აბა ვნახოთ, თუ გამოიცნობს ეს ჩვენი ბრძენი სოკრატე, რომ მე ვხუმრობ და ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, თუ შევძლებ გავაცრუო ისიც და დანარჩენი მსმენელებიც, რადგან მე მართლა მგონია, რომ ის თავის თავს ეწინააღმდეგება, თითქოს ამის თქმა სურსო. სოკრატე მკრეხლობს, არა იმიტომ, რომ არ აღიარებს ღმერთებს, არამედ იმიტომ, რომ აღიარებს ღმერთებს. ოინიც თუ გნებავთ, ესაა სწორედ. მას ჩემთან ერთად დაუკვირდით ათენელნო, მართლა იმის თქმა სურს თუ არა, რასაც მე ვფიქრობ. გვიპასუხე მელეტოს, თქვენ კი ნუ ღარ გამამეორებინებთ თხოვნას, ნუ აყაყანდებით, თუ ჩემებურად ვილაპარაკებ. მოიძებნა თუ არა მელეტოს ამ ქვეყნად ისეთი კაცი, რომელიც აღიარებს ადამიანთა მოქმედებას და შემოქმედებას, თვით ადამიანების არსებობას კი არ აღიარებს. დაე მიპასუხოს, მოქალაქენო, თქვენ კი გთხოვთ, ნუ ყაყანებთ აგრე უაზროდ და უმისეზოდ. მოიძებნება თუ არა ამ ქვეყნად კაცი, რომელიც არ აღიარებს ცხენების არსებობას, ცხენოსნობას კი აღიარებს, ანდა კაცი, რომელიც არ აღიარებსავლეტისტებს,ავლეტობას კი აღიარებს, არ მოიძებნება ჩემო უკეთილშობილესო მელეტოს. თუ არ გსურს მიპასუხო, შენს და ყველა აქ დამსწრესაც მე გეტყვით ამას, მაგრამ იქნება ამ კითხვაზე მაინც ინებო პასუხის გაცემა. მოიძებნება თუ არა კაცი, რომელიც აღიარებს დემონიურობას, თვით დემონებს კი არ აღიარებს. არა, არ მოიძებნება. მადლობა ღმერთს, ძლივს არ გაიძულეს ათენელებმა პასუხი გეღირსებინა ჩემთვის. ამრიგად შენ ამტკიცებ, რომ მე ვაღიარებ და სხვებსაც ვაღიარებინებ დემონიურობას. სულ ერთია, ახალია თუ ძველი ეს მრწამსი, მთავარი ისაა, რომ მე ვაღიარებ დემონიურობას და რომ შენ ფიცით დაუმოწმე აქ შეგრებელთ შენი ბრალდების ეს მოხლე. ხოლო თუ მე ვაღიარებ დემონიურობას, შეუძლებელია არ ვაღიარებდე თვით დემონებსაც. ასეა არა? რა თქმა უნდა ასეა. ხომ გაგიგონია, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, კი მაგრამ განა დემონებს ღმერთებად და ღმერთების ნაშიერებად არა ვთვლით? ცხადია ვთვლით. ამრიგად, თუ მე ვაღიარებ დემონებს, რასაც არც თავად უარყოფ და დემონები იგივე ღმერთებია, მაშასადა მე მართალი მithქვამს, შენ ხუმრობ და გამოცანას გვთავაზობ, რახან ამტკიცებ, რომ მე უარყოფ ღმერთებს და იმავდროულად ვაღიარებ მათ, რა კიღა ვაღიარებ დემონებს. მეორეს მხრივ, თუ დემონები ღმერთების ნაშიერნი არიან, სულ ერთია, ვინც უნდა იყვნენ მათი დედები, ნიმფები თუ როგორც ამბობენ მოკვდავი ქალები. მითხარი,
ვინ გეგულება ისე დამთხოვული, რომ აღიაროს ღმერთების ნაშიერნი და არ აღიაროს თვითონ ღმერთები. ეს ხომ ისეთივე სიბრიყვე იქნებოდა, როგორც ვთქვათ, ერთის მხრივ იმის აღიარება, რომ არსებობენ ჯორები, ცხენებისა და ვირების ნაშიერნი, ხოლო მეორეს მხრივ ცხენებისა და ვირების არსებობის უარყოფა. არა, მელეტოს, შეუძლებელია, რომ ჩვენს გამოსაცდელად არ შეგეთხსა და შეგეთითხნა ეგ ბრალდება. ან არადა, ალბათ არ იცოდი, რაში დაგედო ჩემთვის ბრალი. ისე კი თუ გონია, რომ შეძლებ გააცრუო თუნდაც ერთი ჩვენგანი, ვისაც ჭკუის ნასახი მაინც მოეძებნება და დაარწმუნო იმაში, თითქოს ერთი და იგივე კაცი აღიარებს ღვთაებრივს თუ დემონიურს და იმავდროულად უარყოფს ღვთაებებისა თუ დემონების არსებობას. მერწმუნე, თავს იტყუებ მხოლოდ და მხოლოდ. მოკლედ, ათენელნო, მე რომ უდანაშაულო ვარ იმაში, რაშიც ბრალს ამდებს მელეტოსი, ჩემის აზრით მტკიცებას და დასაბუთებას აღარ მოითხოვს. საკმარისია ისიც, რაც ითქვა, ხოლო ის, რომ როგორც ადრევე მოგახსენეთ, ბევრ თქვენგანს ძულ ვარ უმძაფრესი სიძულვილით, მერწმუნეთ, სრული ჭეშმარიტება გახლავთ. ამიტომ თუ დამღუპავს, მელეტოსი და ანიტოსი კი არ დამღუპავს, არამედ ბრბოს სიძულვილი და ცილის წამება, რამაც უკვე დაღუპა არაერთი და ორი პატიოსანი კაცი და ჩემის აზრით კვლავაც დაღუპავს. ვინაიდან არავითარი საფუძველი არ ამაქვს, ვიფიქრო, რომ მაინც და მაინც მე ვიქნები უკანასკნელი. მაგრამ იქნება რომელიმე თქვენთაგანმა მკითხოს, როგორ არ გცხვენია, სოკრატე, რამ გაიძულა იმ საქმეში გარევა, სიკვდილს რომ გიქადის დღეს. მართალი ვიქნები, თუ ამ კითხვის პასუხად ასე მივუგებ მას. არასწორად მსჯელობ, ჩემო მეგობარო, თუ გონია, რომ კაცი მხოლოდ სიკვდილ სიცოცხლის საფრთხეს უნდა უწევდეს ანგარიშს და არა იმას, თუ როგორ იქცევა სამართლიანად, როგორც შეშვენის კეთილს, თუ უსამართლოდ, როგორც შეჰპერის უკეთურს. შენის აზრით, სულ მოკლე ყოფილა ტროასთან დაცემული ყველა ნახევარ ღმერთი და მათ შორის თეტიდას ვაჟიც, რომელსაც ისე ეშინოდა სახელის გატეხვისა, რომ არა ჩააგდო სიკვდილის საფრთხე და როცა ქალღმერთმა დედამ, რომელმაც გაიგო ჰექტორის მოკვლას აპირებსო, თუ არა ვცდები, ამ სიტყვებით გააფრთხილა. ჩემო ვაჟკაცო, თუ შენი მეგობრის პატროკლეს შურისაძიებლად მოჰკლავ ჰექტორს, თავადაც მოგდები. პრიამოსის ძის სიკვდილის შემდეგ აღარ შენ გიწერია დიდი დღე. მან გულმშვიდად მოისმინა დედის სიტყვები. არ შეუდრკა საფრთხეს და არ შეუშინდა სიკვდილს, ვინაიდან 1000 წილ უფრო ეშინოდა ხდალის სახელი არ შერქმეოდა. თუ არ აიღებდა მეგობრის სისხლს, დაე მოუკვდე ოღონდ სანაცვლო მიუძღო თავგასულს, ოღონდ არ დაურჩე აქ, ნამგალა ხომალთა გვერდით, კაცთა სამასხროდ და მიწის სირცხვილად. როგორ გონია, განა მას აშინებდა საფრთხე და სიკვდილი? დიახ, ასეა, ჭეშმარიტად ასეა, ათენელნო, ვისაც რა ადგილი უჭირავს მწყობრში, სულ ერთია იმიტომ, რომ თავისთვის ყველაზე უკეთესი და შესაფერისი გონია იგი. თუ იმიტომ, რომ სწორედ ეს ადგილი მიუჩინა არქონტმა. ჩემის აზრით, იქვე უნდა დარჩეს და არა ჩააგდოს არც საფრთხე, არც განსაცდელი, არც სიკვდილის შიში. ერთი სიტყვით, არაფერი, გარდა სირცხვილისა, ხოლო მას შემდეგ, რაც თქვენს მიერ არჩეულმა არქონტებმა მომიჩინეს მწყობრში ადგილი, რათა მათი წინამძღოლობით შევბმოდი მტერს. ასე იყო პოტიდეასთან, ასე იყო ამფიპოლისთან, ასე იყო დელიონთან. დიახ, მას შემდეგ, რაც მე, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, 1000-გვარი განსაცდელისა და სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, მტკიცედ და ნირ შეუცვლელად ვიდექი ჩემს ადგილას. თავად განსაჯეთ, რას ემგვანებოდა ჩემი ქცევა, ათენელნო, თუ კი ამჟამად, როცა თვით ღმერთმა ჩამაყენა მწყობრში და მიბრძანა, მისდია ფილოსოფიას და გამოსცადე როგორც შენი თავი, ისე სხვებიცო, ანაზდეულად შემაგრთობდა სიკვდილისა თუ სხვა რამის შიში და ლაჩრულად დავტოვებდი მწყობრს. ამ უღირსის აქციელის გამო, ჩემთვის მართლაც უნდა გეჩვლა სასამართლოში და ბრალად დაგედოთ, რომ მე ანგარიშს არ ვუწევ მისნობის აზრს, უარ ვყოფ ღმერთებს, მეშინია სიკვდილის და თუმცა სიბრძნისა არა მცხია რა, ბრძენკაცად მომაქვს თავი, რადგან სიკვდილის შიში არსებითად სხვა არა არის რა, მოქალაქენო, გარდა იმისა, რომ ბრძენკაცად მოგკონდეს თავი და იჩემებდე იმის ცოდნას,
რაც სინამდვილეში არ იცი, მართლაც და ვინ იცის რა არის სიკვდილი. იქნებ ის უდიდესი სიკეთეა ადამიანისთვის, თუმცა ისე კი ეშინიათ მისი თითქოს დაბეჯითებით იცოდნენ, რომ ის უდიდესი ბოროტებაა, მაგრამ მხოლოდ სრულიად უვიცი და უმეცარი თუ დაიჩემებს იმის ცოდნას, რაც არ იცის. მე კი მოქალაქენო, სწორედ იმით განსხვავდები უმრავლესობისაგან და იმიტომ ჩანვარ თუ კი ვისიმე თვალში მართლა ჩანვარ, სხვებზე უფრო ბრძენი, რომ რა კი ჰადესზე, ბევრი არავიცი რა, არც მგონია, თითქოს რაიმე ვიცი, ხოლო კანონის დარღვევა და შენზე უმჯობესის უგულვებელყოფა რომ სამარცხვინოა და საძრახისე, მერწმუნეთ, ამაში არასოდეს შემპარვია ეჭვი. თითქოს რაიმე ვიცი, ხოლო კანონის დარღვევა და შენზე უმჯობესის უგულებელყოფა რომ სამარცხვინოა და საძრახისე, მერწმუნეთ, ამაში არასოდეს შემპარვია ეჭვი. ამიტომ არ შევუკრთები იმას, რაც შესაძლოა სიკეთეც იყოს ჩემთვის და არ შევუშინდები უფრო მეტად, ვიდრე იმას, რასაც ჩემთვის აშკარა ბოროტებად ვთვლი. ახლა კი რომც ადგეთ და გამამართლოთ, ისე რომ ყურია რათხოვოთ ანიტოს, რომელიც გაყვირის, რომ ან საერთოდ არ უნდა გამოვცხადებულიყავი სასამართლოში, ან და რა კი გამოვცხადდი, დაუშვებელია ჩემი დაუსჯელად გაშვება და რომელიც ერთავად იმას გიმკიცებთ, რომ თუ გამამართლებთ, მაშინ თქვენი შვილები, სოკრატეს ფეხის ხმას აყოლილნი, შეიძლება საბოლოოდ წავიდნენ ხელიდან. დიახ, რომც ადგეთ და ასე მითხრათ. ამჯერად ჩვენ ვაწბილებთ ანიტოს და გამართლებთ. სოკრატე მხოლოდ იმ პირობით, რომ თავი ანებო ამ უაზრო კვლევაძიებას და ხელი აიღო ფილოსოფიაზე, მაგრამ თუ მაინც აგვიხირდები და შენსას არ დაიშლი, ვეღარაფერი გიხსნის სიკვდილისაგან. მერწმუნეთ, ამ პირობით კიდევაც რომ გამამართლოთ, მაინც ასე გეტყოდით თქვენ. მე თქვენ პატივს გცემთ, მე თქვენ მილყვარხართ, ათენელნო, მაგრამ მაინც ღმერთის უფრო მჯერა, ვიდრე თქვენი. ამიტომ სანამ პირში სული მიდგას და ძალა მერჩის, ხელს არ ავიღებ ფილოსოფიაზე, არ დავმშვიდდები, არ დავცხრები და ვეცდები იგივე შთავაგონო თითოეულ თქვენთაგანს, რასაც აქამდე შთავაგონებდი. ეჰა, უკეთილშობილესო კაცთა შორის, ეჰა ათენელნო, უდიდესი და სიბრძნითა თუ ძალმოსილებით ყველაზე სახელგანთქმული ქალაქის მოქალაქე. ნუ თუ არ გსვენია, რომ მხოლოდ ოქრო ვერცხლზე გიჭირავს თვალი, მხოლოდ ფულის მოგებაზე გელევა სული. ნუ თუ მხოლოდ სახელისა და პატივის მოხვეჭაა შენი საზრუნავი და არა სიბრძნე ჭეშმარიტება, სული. ნუ თუ არ გინდა, რომ შენი სული უფრო წმინდა იყოს, უფრო მშვენიერი, უფრო ზნესრული. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანი შემედავება და დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოს დიახაც ზრუნავს სულისთვის, იმ წამსვე კი არ დავეხმარები და გავეცლები, არამედ კითხვას გავუმეორებ, გამოვსდი, გამოვააშკარავებ და თუ შევატყვე, რომ სიკველის ნასახიც არ გააჩნია და მხოლოდ თავს გვაჩვენებს ქველად, დაუგმობ, შევარცხვენ, შევაჩვენებ იმის გამო, რომ არაფრად აგდებს ყველაზე ძვირფასს, ხოლო ყველაზე უფასური თავს ურჩევნია. ასე მოვექცევი ყველას, ვისაც შევხვდები, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, უცხოელს თუ ჩვენებურს, მით უმეტეს თქვენ, ათენელნო, ვინაიდან თქვენ ახართ ჩემი სისხლი და ხორცი. მერწმუნეთ, ამას მიბრძანებს ღმერთი და მე მგონია, მთელს ქალაქში არ მოგეძებნებათ უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ეს ჩემი სამსახური ღმერთის მიმართ. მე ხომ სხვას არას ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ დავდივარ ქალაქში და ვარწმუნებ ყველას, მოხუცსაც და ახალგაზრდასაც, უმეტეს და უწინარეს ყოვლისა, სხეულსა და გულზე კი არა, სულზე იზრუნოს, რათა ის უფრო სრულქმნილი გახდეს. დიახ, მე ვამტკიცებ, რომ ფული კი არ ბადებს სიკველეს, არამედ სიკველე ანიჭებს კაცს ფულსაც და ყველა სხვა სიკეთესაც, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. თუ ამნაირი სიტყვებით ვყვნი ახალგაზრდობას, რა თქმა უნდა, დამნაშავე ვარ, ხოლო ვინც ამტკიცებს, თითქოს ამას კი არა, სხვა რამეს ვასწავლი ათენელ ჭაბუკებს, წყალს ნაყავს მხოლოდ. ამიტომ კვლავ გიმეორებთ, ასე გეტყოდით თქვენ, მიუხედავად იმისა, ერწმუნებით თუ არა ანიტოს, მიუხედავად იმისა, გამამართლებ თუ არა, მე ჩემსას არ მოვიშლი, ათენელნო, ერთხელ კი არა, 1000-ჯერაც რომ მომაკვდინოთ. ნუ ყაყანებთ, ათენელნო, შემისრულეთ ეს სათხოვარი, ნუ კი ყაყანებთ ჩემს ყოველ სიტყვაზე, არამედ ყურადღებით მისმინეთ. მე მინდა გითხრათ რაღაც ისეთი, რის გამოც თქვენ
ალბათ უფრო ხმამაღლა აყაყანდებით, მაგრამ კვლავ გემუდარებით, ნუ იზამთ ამას, მერწმუნეთ, თუ მომკლავთ, დიახ, თუ მომკლავთ ისეთს, როგორიცა ვარ სინამდვილეში, ამით თქვენს თავს უფრო ავნებთ, ვიდრე მე, რას დამაკლებენ მელეტოსი და ანიტოსი. ბუსსაც ვერ ამიფრენენ, რადგან არ ამგონია უარეს ნება ჰქონდეს ავნოს უკეთეს. რა თქმა უნდა, მას შეუძლია მოჰკლას, გააძევოს, ღირსება აღყაროს. შესაძლოა ის ამას დიდ ბოროტება თვლის, ის და მისი მსგავსნი, მაგრამ არა მე. ჩემის აზრით, გაცილებით უფრო დიდი ბოროტებაა ის, რასაც ახლა ჩადის, რა კიღაც ცდილობს ასე განუკითხავად, სასიკვდილოდ გაწიროს კაცი. ამრიგად, მე ახლა თავს კი არ ვიცავ, ათენელნო, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით მოეჩვენოს კაცს, არამედ თქვენ გიცავთ, დიახ, თქვენ, რადგან ვშიშობ, თუ კი სიკვდილით დამжით, არ დაკარგოთ უფლის მიერ ბოძებული ღვთიური ნიჭი. მართლაც, თუ მომკლავთ, სადღა პოვეთ ჩემნაირ კაცს, რომელიც სასაცილოა, ღმერთმანი თვითონ უფალმა მიუჩინა ჩვენს ქალაქს, როგორც ძლიერსა და კეთილშობილ, მაგრამ მეტისმეტი სიმსუქნისაგან გაზარმაცებულსა და გაზულუქებულ ცხენს, რომელსაც უჭირს განძრევა. თუ აბეზარი კრაზანა თავისი ბასრი ნესტრით, როგორც წვეტიანი დეზებით, არ უწყლავს ფერდებს. მე მგონია ღმერთმა სწორედ იმ მიზნით წარმომგზავნა ამ ქალაქში, რომ მთელი დღე მუხლ ჩაუხრალად ვიარო კარდაკარ. გამოგაფხიზლოთ, მოსვენება არ მოგცეთ, ყვედრებით აგავსოთ. სხვას ჩემისთანას აგრე იოლად ვეღარ იპოვით, ათენელნო. მე კი თუ მერწმუნებით შეგიძლიათ შემინარჩუნოთ, თუმცა ადვილი შესაძლებელია, ისედაც მოხდეს, რომ ერწმუნოთ ანიტოს, გაგულისდეთ და როგორც ძალად გამოღვიძებულმა და თავგაბეზრებულმა კაცმა აბეზარი მწერი ხელის ერთი მოსმით გამსრისოთ. მაშინ კი მოგიწევთ მთელი თქვენი სიცოცხლე თვლემაში გალიოთ, თუ ღმერთმა მოწყალე თვალით არ გადმოგხედათ და სხვა ჩემნაირი არ მოგივლინათ ვინმე. ხოლო მე რომ მართლა ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა წარმომგზავნა ამ ქალაქში, აი ამის უტყუარი საბუთი. მითხარით, სად გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ კაცმა ხელი აიღოს თავის თავზე, ამდენი წელი გაჭირვებაში ამოხადოს სული საკუთარ ოჯახს და მხოლოდ თქვენი საქმე აკეთოს, თავისებურად მიუდგეს თვითოულ თქვენგანს, როგორც უფროსი ძმა ან მამა და სიკველისთვის დაუცადებელი ზრუნვა შთააგონოს. მე რომ რაიმე გამორჩენა მქონდეს, ან სწავლის საფასურს მოვითხოვდე, კიდევ ჰო, კაც შეიძლება ეფიქრა, რომ ანგარების კარნახით ვიქცევი ასე, მაგრამ ხომ თქვენი თვალით ხედავთ, ჩემს ბრალმდებლებს, რომლებიც ყველაფერში ასე ურცხვად მდებდნენ ბრალს, აქ უკვე აღარ ეყოთ უტიფრობა და ვერც ერთი მოწმე ვერ დაასახელეს იმის დასადასტურებლად, თითქოს ოდესმე ამეღოს ან თუნდაც ვინმესთვის მომეთხოვოს სწავლის საფასური. მე კი, მათგან განსხვავებით, შემიძლია ჩემი სიმართლის სავსებით სანდო მოწმე დაგისახელოთ, ჩემი სიღატაკე. იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ ის ამბავი, რომ მხოლოდ კერძოდ ცალკეულ პირებს ვაძლევ რჩევას, ყველას კარდაკარ ვუბლი და ყველაფერში ვეჩრები, თავყრილობაზე საჯაროდ გამოსვლას და ქალაქისთვის რჩევის მიცემას კი თავს ვარიდებ. ამის მიზეზი არაერთგზის და არაერთგანხსვენიათ ჩემგან. მე ვგრძნობ ჩემში რაღაც ღვთაებრივს თუ დემონურს, რასაც მელეტოსმა ასე მწარედ დასინა თავის ბრალდებაში. მაგრამ რა ვქნა, თუ სიყრმითვე აშკარად ვგრძნობ, როგორ მეჩურჩულება რაღაც იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის მიშლის იმის კეთებას, რისი გაკეთებაც მსურს, წაქეზებით კი არასოდეს არაფრისთვის არ მაქეზებს. აი, სწორედ ეს ხმა მიკრძალავს სახელმწიფო მოღვაწეობის საზოგადო საქმის კეთებას და ჩემის აზრით, კარგსაც შვება, რომ მიკრძალავს. დამერწმუნეთ, მოქალაქენო, მე რომ ოდესმე მესადა და საზოგადო საქმისთვის მიმეყო ხელი, დიდი ხანია, ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად. ტყუილ უბრალოდ დავიღუპებოდი, ისე რომ ვერც თავს ვარგებდი რასმე და ვერც ქალაქს. ნუ შემრისხავთ სიმართლის თქმისთვის. ჯერ კიდევ არ დაბადებულა ისეთი კაცი ამ უკუღმართ ქვეყანაში, ამდენი უსამართლობის აღმოფხვისა თუ უკანონობის აღკვეთის მიზნით, აშკარად რომ არ დაგიპირისპირდეთ თქვენ ან რომელიმე სხვა უმრავლესობას და ცოცხალი დარჩეს. არა და არა, ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ სულ ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს. საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის. ამის დასტურად მე წარმოგიდგენთ უტყუარ საბუთს,
არა მაღალფარდოვან სიტყვას, არამედ იმას, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ, საქმეს. მაშ ისმინეთ, რა შემემთხვა ერთხელ და დარწმუნდებით, რომ სიკვდილის შიშმაც ვერ მაიძულა ვისიმე საამებლად მეღალატა სამართლიანობისათვის, რამაც კინაღამ წამაგებინა თავი. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. რასაც ახლა გიამბობთ, მოსაწყენია და მძიმე მოსასმენი. სამაგიეროდ სრული ჭეშმარიტება გახლავთ. არასოდეს ათენელნო, არ მჭერია ქალაქში რაიმე თანამდებობა, მაგრამ სათათბიროს წევრი კი ვიყავი. ჩვენი, ესე იგი, ანტიოქიდის ფილეს პრიტანობის ჯერმა, სწორედ იმ დროს მოაწია, როცა ვაპირებდით ერთად დაგვესაჯა 10 სტრატეგი, რომლებმაც ვერ შეძლეს მოეკრიბათ საზღვაო ბრძოლაში დაღუპულთა გვამები. მაგრამ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება, როგორც შემდგომ ერთხმად აღიარა ყველამ. ბრიტანებს შორის მაშინ მე ერთადერთმა არ დავუშვი კანონის დარღვევა და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მივეცი ხმა, რის გამოც ორატორებმა ლამის ღალატი დამწამეს და ჩემი დაპატიმრება მოითხოვეს. სხვათა შორის, თქვენ მაშინაც ასე ყვიროდით და ერთხმად მოითხოვდით ჩემს დასჯას, მაგრამ მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ განსაცდელის მიუხედავად ჩემი ვალი, უმალ, კანონისა და სამართლიანობის დაცვა იყო, ვიდრე ის, რომ დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის შიშით შემკრთალს მხარი ამება თქვენთვის, მრუდედ განმსჯელთა და უსამართლოდ გამრიგეთათვის. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ქალაქს ხალხი მართავდა, ხოლო როცა ოლიგარქიის დრო დადგა, 30-მა ტირანმა თავის მხრივ თოლოსში დამიბარა 4 სხვა მოქალაქესთან ერთად და მიბრძანა ლეონ სალამინელი ჩამომეყვანა სალამინიდან, ვინაიდან მისი სიკვდილით დასჯა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამნაირი ბრძანება მაშინ ბევრმა სხვამაც მიიღო, ვინაიდან ტირანიას სურდა ამ გზით გაეზარდა დამნაშავეთა რიცხვი, მაგრამ მე ამჯერადაც სიტყვით კი არა, არამედ საქმით დავამტკიცე, რომ სიკვდილი თუ შეიძლება ასე ითქვას, არაფრად მიჩანს, ხოლო უსამართლობისა და უკეთურობისაგან განზე დგომა ყველაფერია ჩემთვის. ხომ ასე ძლიერი და სასტიკი იყო ეს მართლობა, მაგრამ ვერ შემაშინა და ვერ მაიძულა უსამართლობა ჩამედინა. თოლისიდან რომ გამოვედით, 4-ვე ჩემი თანამზრახველი სალამინს გაემგზავრა და ლეონი ჩამოიყვანა. მე კი შინისკენ გავწიე. ალბათ სიკვდილით დამჯიდნენ ამ ურჩობისთვის, მაგრამ ტირანია მალე დაემხო. რამდენი თქვენგანია ყოველივე ამის მოწმე? იქნებ გონიათ, ამდენ ხანს გავძლებდი სახელმწიფო სამსახური რომ მეტვირთა და თანაც ისე მეტვირთა, როგორც შეშვენის წესიერ კაცს. შემწეობა აღმომეჩინა მართალთათვის და როგორც ჯერ არს, სწორედ ეს დამესახა ჩემი მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად. ვერა, ღმერთმანი, ვერ გავძლებდი, ათენელნო, ან კი ვინ გაძლებდა, ხოლო მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. სახელმწიფო სამსახურშიც თუ კი სადმე მიმსახურია და კერძო საქმეშიც. სამართლიანობის საზიანოდ არავისთვის დამიკრავს კვერი, არც იმათთვის, ვისაც ჩემი მოწაფეები უწოდეს ჩემმა ბრალმდებლებმა და არც სხვა ვინმესთვის. თუმცა მე არავის მასწავლებელი არ ვყოფილ ვარ არასდროს, ხოლო თუ ვინმე სულ ერთია მოხუცსა თუ ახალგაზრდას, მოუსურვებია მოესმინა ჩემი საუბარი და დამკვირვებოდა, როგორ ვაკეთებ ჩემს საქმეს, არასოდეს არავისთვის მithქვამს უარი. ვერავინ იტყვის, რომ მხოლოდ ფულის გულისათვის ვსაუბრობ, ხოლო უფულოდ არასოდეს მისაუბრია. ყველას, მდიდარსა თუ ღარიბ ღატაკს, უფლება აქვს მკითხოს, რაც უნდა ან და თუ სურს, თავად მიპასუხოს ჩემს კითხვებზე. და თუ ვინმე ამის გამო უკეთესი ხდება ან უარესი, საცა სამართალია, მე რად უნდა ვაგო პასუხი. ვინაიდან აროდეს არავისთვის არ აღმითქვამს, გასწავლი მეთქი და არც არასოდეს მისწავლებია, ხოლო თუ ვინმე ამტკიცებს, თითქოს ოდესმე კერძოდ უსწავლია ჩემთან, ან და ჩემგან მოусმენია რაიმე იმგვარი, რაც არასოდეს სმენია სხვებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ცრუობს. მაგრამ რატომ ასე სულ განაბული მისმენს, ზოგიერთი დილიდან საღამომდე, ხომ გესმით ათენელნო, სიმართლეს მოგახსენებთ, ისინი სიამოვნებით ისმენენ, როგორ ვცდი ყველას, ვისაც ბრძენკაცად მოაქვს თავი, თუმცა სიბრძნისა არასხია რა. რომ იცოდეთ,
რა საამო მოსასმენია. ხოლო ამას თვითონ ღმერთი მიბრძანებს მისნის პირით, სიზმარეული ჩვენებებით, ერთი სიტყვით, ყოველგვარი საშუალებით, რომლითაც ოდესმე გამოვლენილა უფლისნება და ზეგარდმო მინდობია კაც მისი აღსრულება. ეს არა მარტო სწორია, არამედ ადვილად დასამტკიცებელიც. ათენელნო, თუ ახალგაზრდობის ნაწილს ვყვნი, ნაწილი კი უკვე გავრყვენი, ზოგი მათგანი მაინც ხომ უნდა მიმხვდარიყო, რა კი ხანში შევიდა და ჭკუა ისწავლა, რომ ოდესღაც სიჭაბუკი ჟამს ცუდად ვწვრთნიდი და ვასწავლიდი, ხოლო თუ მიხვდა, რატომ აქ არ გამოცხადდა ბრალმდებლად, რათა თქვენ წინაშე შევერცხვინე და შევეჩვენებინე. ვთქვათ, მათ თავი აარიდეს ამას, სად არიან მათი ახლობლები, მამები, ძმები, ნათესავები, განა ისინი დამივიწყებდნენ სიავკაცეს, ჩემი გამოისობით, რომ ავი რამ შემთხვეოდათ მართლაც. ბევრი მათგანი დღეს აქ გახლავთ, მე ვხედავ მათ, აი უწინარეს ყოვლისა, კრიტონი, ჩემი თანამოასაკე და თანადემოსელი, ამ ჩვენი კრიტობულეს მამა, აქვეა ლისია სფეტიელი, თქვენ შორის ყოფი ესკინეს მამა, აი ანტიფონ კეისელი, ეპიგენეს მამა, აგერ ისიც, ვისიც მებიც ერთავად ჩემთან იყვნენ, ნიკოსტრატე, თეოდზოდიტეს ძე და თეოდოტეს ძმა. თვით თეოდოტე ცოცხალი აღარ არის, ასე რომ ვერაფერს დაუშვიდა ძმას, აი ჰარალე, დემოდორეს ძე, რომელსაც თეაგე ძმად მოხვდებოდა, აგერ ადიმანტე, არისტონის ძე, ამ ჩვენი პლატონის ძმა. აქვე ვხედავ აიან ტოდორეს, აპოლოდორეს ძმას, სხვაც ბევრი შემიძლია დაგისახელოთ და მელეტოს თავის სიტყვაში უწინარეს ყოვლისა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოეხმო მოწმეთ. თუ მაშინ დაავიწყდა, ახლა გაიხსენოს მე ნებას ვრთავ, მოიხმოს მოწმედ, რომელიც ნებავს და უთხრას, რაც სურს, თუ კი რაიმე აქვს სათქმელი, მაგრამ თქვენ სულ სხვა სურათი გადაგეშლება თვალწინ. ათენელნო, თქვენ ნახავთ, რომ მე მათ გამრყნელს ყველა ერთხმად დამიჭერს მხარს. მე ვინც ესოდენ დამნაშავე ვარ მათი ახლობლების წინაშე, როგორც ამტკიცებენ მელეტოსი და ანიტოსი. თუ მიკერძოებით განვშით, კაცმა შეიძლება იფიქროს, თითქოს ჩემს მიერ გარყვნილნი გარკვეული მიზნით გამოვლენ ჩემს დასაცავად, მაგრამ რა რჯის, რა აიძულებს მათ ნათესავებს, გაურყნელსა და უკვე ხანში შესულ ხალხს, ერთხმად დამიჭიროს მხარი. თუ კი გულწრფელად არ სჯერათ, თუ კი ღრმად არ სწამთ, რომ მელეტოსი ტყუის, ხოლო მე მართალს ვამბობ, მაგრამ კმარა, მოქალაქენო, აი, ყველაფერი რითაც ასე თუ ისე შემიძლია ვიმართლო თავი. შესაძლოა ზოგი ვინმე განარისხოს იმის გახსენებამ, რომ როცა მისი არც თუ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე ირჩეოდა, ცრემლების ფრქვევით თხოვდა შეწყალებას მოსამართლეებს და მათი გულის მოსალბობად და ასაჩუყებლად თავისი შვილები და მრავალრიცხოვანი ნათესავები თუ მეგობრები მოყავდა აქ. მე კი არაფერ ამის მსგავს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე, როგორც ვატყობ, უკუღმა შეტრიალდა. დიახ, შეიძლება ვინმემ გაიხსენოს ეს და განრისხებულმა და ღირსება შელახულმა იმით იყაროს ჯავრი, რომ კენჭის ყრისას ჩემს წინააღმდეგ მისცეს ხმა. არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ თუ ზოგი თქვენგანი მართლა ამნაირადაა განწყობილი, ფიქრობ, არ შევწდები, თუ ამ სიტყვებით მივმართავ მას. არც მე ვარ უთვისტომო და სახკარ გადაშენებული, ჩემო ძვირფასო, მე კაცი ვარ და ჰომეროსის ქმისა არ იყოს, მუხას და კლდეს კი არ ვუშვივარ, არამედ ადამიანები იყვნენ ჩემი მშობლები. მეც მაქვს ოჯახი, ათენელნო, ყვანან ვაჟები, დიახ, 3 ვაჟი, ერთი მათგანი მოზრდილია, 2 პატარა, მაგრამ არც ერთს არ მოვიყვან აქ, თქვენ წინაშე და არ გთხოვთ შეწყალებას. მაგრამ რატომ არ ვიზამ ამას? არა ქედმაღლობის, არა თქვენს მიმართ ზიზღის გამო, ათენელნო, მოდით, ნუ გამოვეკიდებით იმას, მეშინია თუ არა სიკვდილის, მაგრამ მე მგონია, ჩემი ისევე როგორც თქვენი და მთელი ქალაქის ღირსებისათვის სამარცხვინო იქნებოდა, ჩემი ასაკისა და ჩემი სახელის კაცს, სულ ერთია, ღირსი ვარ თუ არა ამ სახელისა, დიახ, ჩემი ასაკისა და ჩემი სახელის კაცს, რომ ჩამედინა რამე უღირსი.
ხომ ყველას გონია, რომ სოკრატე განსხვავდება უმრავლესობისაგან და განა სამარცხვინო არ იქნება? ასე რომ მოიქცეს ყველა, ვინც სიბრძნით, სიმამაცით ან სხვა რამ სიქველით გამოირჩევა თქვენს შორის. მე არაერთხელ ყოფილ ვარ იმის მოწმე, როგორ წამხდარა სასამართლოს წინაშე ბევრი ვითომ პატიოსანი და ყოველას მიერ პატივცემული კაცი. თითქოს რაღაც არნახული საშინელება უნდა დაეთმინათ, თუ კი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდით და თითქოს უკვდავნი გახდებოდნენ, თუ კი სიკვდილით არ დასჯიდით. ჩემის აზრით, ასეთი ხალხი არ სხვენს ჩვენს ქალაქს და მათმა შემხედვარა უცხოელმა შეიძლება იფიქროს, რომ ათენში თავიანთი სიკველით სახელგანთქმულნი კაცნი, რომლებსაც სახელმწიფო თუ სხვა საპატიო თანამდებობაზე დანიშვნისას თვით ათენელები ანიჭებენ უპირატესობას, არაფრით არ განსხვავდებიან დიაცდაგან. ეს ათენელნო, მიუხედავად იმისა, მართლა ღირსეულნი ხართ თუ მხოლოდ სხვებს აჩვენებ თავს ღირსეულად, არამც თუ არ უნდა ჩაიდინოთ, არამედ არც დაუშვათ ამის ჩადენა. პირიქით, თქვენი ვალია მაგალითი მისცეთ ყველას და უჩვენოთ, რომ უმალ იმას დასჯით, ვინც ამ ცრემლიან წარმოდგენებს მართავს და ამრიგად არ სხვენს ჩვენს ქალაქს, ვიდრე იმას, ვისაც ღირსეულად უჭირავს თავი. ღირსებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არც ის მგონია მართებული მოქალაქენო, რომ თხოვნით მოაბეზრო თავი მსაჯულებს და ვედრებით გამოსალო შეწყალება, ნაცვლად იმისა, რომ დაწრულებით აუხსნა საქმის ვითარება და შენ სიმართლეში დაარწმუნო ისინი. მსაჯული იმისთვის კი არ გვიზის, რომ თვითნებურად შეგვიწყალოს, არამედ იმისთვის, რომ წესისამებრ განგვსაჯოს და სამართალი გაგვიჩინოს. სიმართლის ერთგულებაზეც იმიტომ როდი დაიფიცა, რომ შეიწყალოს, ვინც მოეპრიანება, არამედ იმიტომ, რომ კანონის მიხედვით გაგვიკითხოს და კუთვნილი მოგვაგოს. ამიტომ არც ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ფიცის გადეხას და არც თქვენ უნდა მიეჩვიოთ ამას, ვინაიდან ორივე მხარეს მკრეხელობაში ჩამოგვერთმევა ეს. ნუ ველით, ათენელნო, რომ თქვენს წინაშე ჩავიდენ იმას, რაც უკეთურობად, უსამართლობად და ღვთის გმობლობად მიმაჩნია. მით უმეტეს ვფიცავ ზევსს, ახლა როცა მელეტოსი მკრეხლობას დებს ბრალად. თავისთავად ცხადია, მე რომ თხოვნით გამომეცალა შეწყალება და იძულებით გამეტეხებინა თქვენთვის ფიცი. სხვას რას ჩაგაგონებდით, ან გაფიქრებინებდით, თუ არა იმას, რომ ღმერთები არ არსებობენ და ნაცვლად იმისა, რომ თავი მემართლა, თვითონვე გამოვიდოდი საკუთარი თავის ბრალმდებლად და თვალნათლივ გიჩვენებდით, რომ ღმერთები არ ამწამს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე. ღმერთებს მე უფრო ვცემ თაყვანს, ათენელნო, ვიდრე რომელიც გნებავთ ჩემი ბრალმდებელი და ამიტომ სწორედ ღმერთს და თქვენ განდობთ, ისე განსაჯოთ, როგორც თვითონ მიიჩნევთ უმჯობესად, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვისაც. პირველი ნაწილის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.